სინდისის პატიმრების საქმეები დასასრულს უახლოვდება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმის განხილვა გრძელდება. დასკვნით სიტყვას ამბობენ ადვოკატები. საბოლოო სიტყვით სასამართლოს მიმართავენ თვითონ ბრალდებულებიც, ამის შემდეგ კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ გავა. რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებიან. გრიბული და ზინოვკინა კი ამბობენ, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს და ისჯებიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. დატვირთულია მომდევნო დღეებიც, ხვალ ანტონ ჩეჩინის საქმეზე უნდა გამოცხადდეს განაჩენი. ზეგ კი საბა სხვითარიძის 11 პირისა და ნიკა კაციას საქმეებზე გადაწყვეტილებები უნდა გახდეს ცნობილი. ლიზი ვეკუა შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება ამ საქმეების შესახებ. დიახსოფო, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის ადვოკატი დარია სამუდაროვა ამბობს დასკვნით სიტყვას და მიმართავს ნინო გალუსტაშვილს. ის დეტალურად აღწერს და იხსენებს იმ მოწმეებს, რომლებიც თითქოს ადასტურებენ, რომ ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს 16 გრამი ალფა პივიპი ჰქონდათ. თან და გადაადგილდებოდნენ ქუჩაში, რა დროსაც პოლიციამ ისინი გააჩერა და აღმოუჩინა. დაცვის მხარის პოზიცია კი არის შემდეგნაირი. ისინი თვლიან, რომ ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე შეუკერეს და მათ ნარკოტიკები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაუდეს, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საპროტესტო აქციებში, რომლებიც მიმდინარეობდა თბილისში 28 ნოემბრის შემდეგ. არც ანასტასია ზინოვკინა და არც არტემ გრიბული აღიარებენ თავად ბრალს და ისინი ასევე წინასხდომებზე საუბრობდნენ მათ მიმართ ძალის არაპროპორციულად გამოყენებაზე. ანასტასია ზინოვკინა ამხილა კიდევაც ერთ-ერთი პოლიციელი სექსუალურად შევიწროებაზე და მუქარებზე. ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულიც ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ისჯებიან, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საპროტესტო აქციებში და ეხმარებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას. მათი სხდომა უკვე დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ მოვისმენთ ყველა ადვოკატის დასკვნით სიტყვას. შემდეგ შეიძლება რომ მოვისმინოთ როგორც ანასტასიას, ასევე არტემის საბოლოო სიტყვებიც. ამის შემდეგ კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი უკვე განაჩენის გამოსატანად უნდა გავიდეს. ამ საქმეში არის ბევრად უფრო მეტი გაყალბებული მტკიცებულება, რომელიც ძალიან ცხადია და რომელიც ზედაპირზეა, ვიდრე მათ შორის სხვა საქმეებში, როგორც მენუმ არანაკლები. დაწყებული იქიდან, რომ საქმეში არსებული ვიდეო და ბრჭყალებში მტკიცებულება, როგორც ამას პროკურატურა მოიხსენიებს და ალბათ როგორც სასამართლოს მოიხსენიებს, გახლავთ უკვე კარგად მომზადებული სცენის შუაგულიდან დაწყებული ვიდეო მასალა, რომელშიც უკვე ნარკოტიკები არის დალაგებული ბინაში, სადაც პოლიცია შევიდა რა სასამართლო განჩინების საფუძველზე, არამედ გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ყველა იმ საგანგაშო ინდიკატორით, რომელიც ახლა ჩვენ მოცემულობად გვაქვს, არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ბოროტი და სამარცხვინო საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდესმე უწარმოებია. ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის მსგავსად დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებიან ანტონ ჩეჩინსაც, რომლის საქმეზე ხვალ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს მოსამართლე ჯვებენ აჭყებია. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ საქმეშიც იდენტურია ზუსტად გარემოებები. მისი ადვოკატიც ამბობს და მისი მეუღლეც, ანტონ ჩეჩინის მეუღლეც, რომ ამ საქმეშიც არ დევს არანაირი მტკიცებულება, მსგავსად სხვა ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირებისა და ის ანტონ ჩეჩინიც მხოლოდ და მხოლოდ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ისჯება. ანტონ ჩეჩინის გარდა ხვალ ასევე უნდა გამოცხადდეს 8 პირის განაჩენიც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის საქმეზე. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი უკვე 9 თვე მსჯელობს და ხვალ გავიგებთ რამდენი წლით გაუშვებენ ამ ადამიანებს ციხეში. მათგან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ხვეფქია კასრაძესა და ვასილ კაძილაშვილს ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და სწორედ ამ ადამიანების ოჯახის წევრები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად იმ გარემოებებისა და იმ განაჩენისა, რაც არ უნდა დადგეს ხვალ, ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. სინდისის პატიმრები ციხიდან გააგრძელებენ ბრძოლას თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ბრძოლას განაგრძობენ ქუჩიდან, მანამ სანამ ყველა სინდისის პატიმარი არ იქნება გათავისუფლებული. ზუსტად არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ ჩემი აზრით შანსები 50-50-ია და იმაზე დიდი იმედი გვაქვს, ვიდრე დასაწყისში გვქონდა იმ კუთხით, რომ რაღაც ასე დაიწყეს ხალხის გამოშვება, ასე თუ ისე ნაწილის და რა თქმა უნდა გამართლებაზე ავის გამოუშვებენ, იმიტომ რომ ასე რო არ იყოს დამართლა, რომ სამართალი არსებობდეს, აქ ყველაგარეთ იქნებოდა უკვე და მისჯილი არავის არ იქნებოდა, ამიტომ ხვალ წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება, მაგრამ ის ფაქტი ცოტათი გვაიმედებს, რომ ზოგადად ამდენი ხანი არ გრძელდება ხოლმე ნარკოდანაშაულები და ვინაიდან ახლა
ორში ჩაენიშნა პროცესი მაშინ, როდესაც სამში თუ არ იქნებოდა განაჩენი უკვე უნდა გამოეშვათ, ზუსტად 9 თვეს სრულდება სამში, შეიძლება ასე სპეციალურადაც გაწელეს, რომ ბოლომდე აწამონ და ბოლოს მაინც გამოუშვან. რა თქმა უნდა ძალიან მძიმე. იცი რატო ხვდები, არ მიძინია წუხელი საერთოდ რა. ხვდები რომ ძალიან ნერვიულობ. ვითომ ვამბობდი რომ არ ვინერვიულებ, არ არსებობს ესა, რომ არ ვინერვიულებ, უბრალოდ ვიცით რომ ეს არის ტყუილებით აგებული პროცესები. მართალი თქვა ერთ-ერთმა ადვოკატმა ფურცელაძემ, რომ ეს არის გამარჯვებული ბიჭების საქმე. არ ვიცი როგორ იქნება, როგორ დამთავრდება პროცესი, ასე დამთავრდება თუ ისე დამთავრდება, გამართლებიან გამოვლენ ჩვენ რა თქმა უნდა ისე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და თუ მიუსჯიან ეს ბრძოლა იქნება უკვე გაასმაგებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში მთელი კვირის განმავლობაში ერთი მეორეს მიყოლებით არის ჩანიშნული სინდისის პატიმრების სასამართლოს ხდომები, ასევე რამდენიმე დღეში გაიმართება საბას ხვიტარიძის საქმეც და აქაც მოვისმენთ ჯვებენ აჭყებიასგან გარაჩენს და ასევე არის ჩანიშნული ნიკა კაციას სასამართლოს ხდომაც, რომელსაც ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის მსგავსად დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი სასამართლოს ხდომა 3 სექტემბერს არის ჩანიშნული.